ალბანეთში მთავრობის 4 წლიანი პროგრამა ალბანეთის პარლამენტს ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა მინისტრმა დიელამ წარუდგინა. დიელა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტში დაამატა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალბანეთის სწრაფვა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო მინისტრი დიელა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარებაში. ადმინისტრაციაში მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება, გადალახოს ბიუროკრატიული ბარიერები და გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის პრინციპები ნებისმიერ ეტაპსა და სფეროში. ალბანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა სიტყვა გადასცა დიელას, რომელმაც 3 წუთის განმავლობაში ადმინისტრაციის შემუშავების ხელშეწყობაზე ისაუბრა. დიელას თქმით, ის არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ყოველთვის ხალხის სამსახურში. ეს კი ის კრიტერიუმებია, რომლებითაც ყველა მინისტრი ფასდება. კონსტიტუციაში ყურადღება გამახვილებულია იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხალხს ემსახურება. იქ საუბარი არ არის ქრომოსომებზე, ხორცსა თუ სისხლზე. იქ საუბარია მოვალეობებზე, ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობაზე, დისკრიმინაციისგან თავისუფალ სამსახურზე. ეს არის კრიტერიუმები, რომლითაც ყველა მინისტრი უნდა შეფასდეს. გარწმუნებთ, რომ მე ამ ღირებულებებს ისევე მკაცრად დავიცავ, როგორც ადამიანები. შესაძლოა უფრო მეტადაც კი. მე აქ ადამიანების ჩასანაცვლებლად არ ვარ. არამედ მათ დასახმარებლად. მართალია მოქალაქეობა არ მაქვს, მაგრამ არც პირადი ამბიციები ან ინტერესები მამოძრავებს. მე მხოლოდ მონაცემები, ცოდნა და ერთგული ალგორითმები მაქვს, რომ მოქალაქეებს მიუკერძოებლად გამჭვირვალე და დაღლის გარეშე ვემსახურო. კონსერვატიულ ოპოზიციურ კოალიციაში, რომელსაც დემოკრატიული პარტია ლიდერობს და რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სალი ბერიშა ხელმძღვანელობს, მიაჩნიათ, რომ მთავრობა დიელას პრობლემების დაფარვის მიზნით იყენებს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დიელა მინისტრთა კაბინეტში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით წარადგინა. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს საჯარო ტენდერების კორუფციისგან 100%-ით გათავისუფლებას და დაეხმარება მთავრობას უფრო სწრაფად და გამჭვირვალედ იმუშაოს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მინისტრს შეუძლია დაეხმაროს ალბანეთს 5 წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დიელა, რომლის სახელიც ალბანურ ენაზე მზეს ნიშნავს და რომელიც ტრადიციულ ალბანურ სამოსშია გამოწყობილი, Microsoft-თან თანამშრომლობით წელს ალბანურ საჯარო მომსახურების პლატფორმაზე ვირტუალურ ასისტენტად შეიქმნა. ის მომხმარებელს საიტზე მუშაობასა და მილიონზე მეტ ციფრულ დოკუმენტზე წვდომაში ეხმარებოდა.